ეს სახში არ გაიმეოროთ. ახლა მივდივარ გიორგი დანელიასთან ოფისში, რაღაც საინტერესო გვაქვს ვფიქრობ. მოვედი გიოსთან ოფისში, პრინციპში პირველად ვარ აქ, ვისაც არ გაქვთ ამ ოფისის შესახებ ინფორმაცია. შეგიძლიათ ნახოთ, რომ აქ არის ძალიან ბევრი მაგარი სათამაშო თქვენთვის, შეგიძლიათ მობრძანდეთ, ესტუმროთ, დაათვალიეროთ, შეიცინოთ, ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული რას იზამთ. დღეს კი ვაპირებთ მე და გიო. Hello, მადლობა რომ მოხვედი გიო. დღეს ვაპირებთ საკმაოდ საინტერესო რამის გადაღებას, ჩემი აზრით. დღეს გავაკეთებთ გამძლეობის ტესტს. ოღონდ რაზე და როგორ ამას სიურპრიზად დავტოვებ, ხო, ჯობია. კი, სპოილერი არ გჭირდება. დანარჩენს უკვე ვიდეოში ნახავთ. რა ხდება, რატომ გავწყვიტეთ 3 დღით ეს გადაღება, გამოვედით თუ არა ოფისიდან, იყო საშინელი გრიგალი, შესაბამისად მოგვიწია ამ გადაღების 3 დღით გადადება. დღეს როგორც ხედავთ არის უკარო ამინდი და სწორედ ეს უკარო ამინდი გვჭირდებოდა, რადგანაც უნდა ვაფრინოთ დრონები. დარჩით ახლა. მოვედით, ვიპოვეთ ადგილი, ესეთი ადგილი გადავწყვიტეთ, მანქანები რო არ იყოს, ხალხი რო არ იყოს და რაღაც უსაფრთხოების ზონები მაქსიმალურად დავიცვათ. შეეხება დღევანდელ ამბავს, გიორგი დღეს ჩამოვიდა თავისივე მობილურით, იმიტომ რომ გიორგის Huawei-ს უნდა გავტესტოთ ამ ყველაფერთან ერთად და მას შემდეგ რაც შევაჯიბრებთ ესე ვთქვათ iPhone 3-ს და Nokia-ს, მას შემდეგ ბონუსად გადმოვაგდებთ Huawei-ს. ნახოთ ვისი უფრო გამძლე ტელეფონია. მაინტერესებს. ხო, დრონიდან ვაგდებთ, რა თქმა უნდა. რაც მთავარია, გიო, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩაირთვება თუ არა ტელეფონი. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რო გადმოვაგდებთ და რო დაასყდება. მე მაინც მგონია, რომ Huawei ყველაზე გამძლე იქნება ამეთას. მაგრამ Nokia მაინც კლასიკა. გააჩნია, მაგრამ ნახოთ რა მოხდება. ნახოთ. Samsung-ი. ამ დრონზე ვაპირებთ მოვაბათ ჩვენი ტელეფონები. დავწუნდეთ იმაში, რომ ორივე ტელეფონი მუშაობს. შესაბამისად შეგვიძლია ჩავხსოთ Nokia. ჩაირთო, აი კარტის ჩადებას ხობს. შეგვიძლია გავთიშოთ ისევ. და iPhone 3G. დაიზე ხმაცა გახსნას. აი ესეთი რაღაცა არის. ესე ამას დავატრიალებ. ამას ესე გამოვდებთ აქ და ეგა. და როცა ავწევთ ფეხებს, ეს გაიშლება და დაუშვებ დაბლა. ეს ყველაფერი მოხდება 100 მეტრის სიმაღლიდან. ძალიან საინტერესო ცდა გამოგვივა. ველოდოთ უკვე მოვლენებს, როგორ განვითარდება. რა ბედიელის შენ ტელეფონს, რა ბედიელის გიოს ტელეფონებს. გაითვალისწინეთ სახლში. ეს არ გაიმეოროთ. როგორც ხედავთ, დრონი აფრინდა, ახლა კი გიო დაგიდეთ თავის ტელეფონებს და უკვე გავამზადებთ გადმოსაგდებად. გიოს თავის დრონი 100 მეტრის სიმაღლეზე აყავს და უკვე მე მგონი თითქმის ავიდა. გიო 100 მეტრზეა? ზუსტად 100 მეტრზე ვარ გაჩერებულები. როგორც ხედავთ, ეს არის ის ადგილი, სადაც ტელეფონი დაეცემა. ჟაკო იღებს მეორე დრონით ზედა კადრებს. ერთ დრონზე კიდია ტელეფონები, მეორე დრონით მეორე დრონს უღებენ. მაინც ანუ ფიზიკურად რაჯერ კი რა შეეხება Nokia-ს მე მგონი ჩვენი სანაკებო Nokia დაიშალა ხო? ეკრანი Nokia-სგან აი ელემენტი აი ეს ტელეფონი ელემენტი და ელემენტი ესე ჩვენი სანაკებო კლასიკური Nokia რა შეეხება iPhone-ს iPhone-ი აი აქ დამოდი iPhone-ი გაიხსნა მაგრამ მინიმუმ შეკრულია რა, არ დაშლილა. რაც შეეხება ჩართვას, ჩართვის გილა კი დაიკარგა. რა თქმა უნდა, ანათებს, მაგრამ ეკრანზე გამოსახულება არ გამოაქვს. აი ბზარი და გაიხსნა. თუმცა ჩემი აზრით უფრო მეტი შანსია ამის გასასწრების ვიდრე ამის. მოდი ვნახოთ.
მე მგონი მაინც Nokia ჩაერთება ისეთ პირივიჩებს. დავადე კლავიატურას, დავადე და დავაჭრე. და ისჩაო, მეგობრებო. არა. ყველა და შემიქია Nokia, როგორც ვარაუდობდი და ველოდი Nokia ჩაერთო, მაგრამ iPhone-ი არ ერთო. როგორც ვახსენე, ახლა უკვე ჩემი Huawei უნდა მივაბად, მე მგონი გიო Android-ი აჯობებს iOS რა სიტყვი. იდეაში ეს ვაფშე ოპერაციულ სისტემაზე არაფერ შუაში არაა, მაგრამ ნუ ზოგადად ახლა ოპერაციულს გავუსვი ხაზი, რადგანაც iOS-ის ხარავა. Android-ის. მე მგონი რომ iOS-ი მოერება. ნახოთ. გაასწრებს ბენედვე. აი ეგ თემა ზუსტ. აი ესეც Huawei, რომელიც მუშაობს. ირთვება. იხსნება. აი, საათსაც კი წერს მოკლედ. ეს იმას ნიშნავს რომ მუშაობს. მოვემზადეთ. აბა გაფრინდა ჩემი Huawei. შეგახსენებთ რომ ესეც 100 მეტრზე უნდა ავიდეს და 100 მეტრიდან უნდა განიცადოს ვარდნა. 1 2 3 წავიდა. იანად დაიშალა, მაგრამ ფიქრობ აწყობადია და ელემენტი ცალკებდია. უკანა ნაწილი ცალკებდია. ტელეფონი, რომელიც დარჩა მგონი, მიუხედავად იმისა, რომ ეკრანი გაეწყდა, და რა თქმა უნდა უკანა ნაწილი. მეტი არაფერი? მეტი არაფერი. კაცი? აბა ავაზრდიო და რას ის. გამძლეობასაც შეეხება, მე მგონი საკაიფოდ. დებთ ელემენტს. ვაკეთებთ უკანა მხარეს, უკეთებთ უკანა მხარეს და ვცდილობთ ჩართვას. მითხარი რომ ერთად. ჩაი, მაგრამ ეკრანია გადაშენილი. ანუ იდეაში აითო როგორც iPhone-ზე, თუმცა გამოსახულება არ გამოაქვს, რადგან როგორც ჩანს არ გაუმართლა და ეკრანით და ესა შესაბამისად პირდაპირ ეკრანია გაძარული. მაგრამ ვაღიაროთ რომ ჩაირთო. ჩვენიც და დასრულდა როგორც ხედავთ. Nokia ჩაირთო მხოლოდ smartphone-ებმა ვერ გაუძლეს ვარდნას. არა, უძელმეტი იყო. მაღვიძე არ ამდარეკა. Nokia-ზე დარეკა მაღვიძე. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ტესტი. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს თქვენ არ გაიმეოროთ. სულ კი გეტყვით რომ გამოიწეროთ ჩემიც, გიოს არხიც და ლაიქოთ ეს ვიდეო თუ მოგეწონოთ და დაელოდეთ შემდეგ ვლოგს.